სწორედ ამ პროტესტის ფონზე განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია საარჩევნო დარღვევებზე არასამთავრობოების საჩივრებს. დღეს უნდა განიხილონ თეთრი წყაროს სასამართლოს საქმე, სადაც მოსამართლემ ფარულობის დარღვევა დაადგინა. CESCOM კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. არასამთავრობოების 5 საჩივარი 2 საქმედ გაერთიანდა, რითაც მოსამართლეების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად განსხვავებული გადაწყვეტილების შესაძლებლობაც ნაკლებია. მოსარჩელები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები და ჩემი ხმარიან. ეს განხილვები გუშინ მოულოდნელად გააუქმეს და დღეისთვის გადმოიტანეს. მათ მოსამართლე ილონა თოდუას კოლეგია განიხილავს. არის თუ არა მოლოდინი, რომ კოლეგიამ გაიმეოროს თეთრი წყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ექსპერიმენტი? ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება ამ მოლოდინებზე. დაახლოებით 2 საათში გავიგებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ითხოვენ თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოსგანაც სხდომათა დარბაზში მოხდეს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება და ხმის მიცემის ფარულობის საკითხის გადამოწმება, როგორც ეს მოხდა თეთრი წყაროს სასამართლოს სხდომათა დარბაზში, როდესაც ეს მოთხოვნა და შუამდგომლობამ დააკმაყოფილა მოსამართლე ხუჭუამ და ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტით მიიღო სწორედ სასამართლომ გადაწყვეტილება. დიდი ალბათობით დღეს იქნება სწორედ 2 საათზე ჩანიშნული სხდომის ფარგლებში თეთრი წყაროს სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გადახედვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ ის როგორც იცის საზოგადოებამ გაასაჩივრა და დღეს 2 საათზე ჩანიშნული სხდომის ფარგლებში ამჯერად უკვე მეორე ინსტანცია იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ვნახავთ დარჩება თუ არა ძალაში 30 საარჩევნო უბნის გაუქმების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამავე სხდომის ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იდავებს კიდევ რამდენიმე საარჩევნო ოლქის შემთხვევაში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. მანამდე წუთი-წუთზე ველოდებით სხდომის დაწყებას. ამჯერად სადამკვირვებლო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების სარჩელზე არის საუბარი, რომელიც შეეხება უბნების გადათვლას რამდენიმე საარჩევნო ოლქთან მიმართებაში და დღეს იმსჯელებს ამ სხდომის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლო დატოვებს თუ არა ძალაში 2 დღის წინ გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 15 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოება მიცის, პირველმა ინსტანციამ გორის რაიონულმა სასამართლომ დამკვირვებლებს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა და გადაწყვიტა 15 საარჩევნო უბნის გადათვლა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უკვე მეორე ინსტანციაში და დღეს ვნახავთ სხდომაზე როგორც წარიმართება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა გორისა, ასევე ჩუღურეთის და კრწანისის საარჩევნო ოლქების შემთხვევაშიც ითხოვს იგივე ორგანიზაცია ხმების გადათვლას. გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებით ჩვენ ვითხოვთ ბათილი ბიულეტენების გადათვლას, იმდენად რამდენადაც წინასწარი შედეგები და შემდგომში შემაჯამებელ ოლქებში მითითებული შედეგები ერთმანეთს ბათილ ბიულეტენთან მიმართებით არ დაემთხვა. გორმა დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, რაც შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. თბილისის შემთხვევაში განიხილება კრწანისის და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევები, როდესაც გადათვლის დროს მოხდა პროცედურული ნორმების დარღვევა, კერძოდ არსებითად ბათილი ბიულეტენები მიჩნეულ იქნა არსებითად ნამდვილ ბიულეტენებად და მიეწერა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოსცა გარკვეული განკარგულება, რომლის მიხედვითაც დაადგინა თუ როგორი ბიულეტენი მიიჩნევა ნამდვილად და როგორი ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად. კონკრეტულ შემთხვევებში, ჩუღურეთის და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევებში, ისეთი ბიულეტენები იქნა მიჩნეული ნამდვილად, რაც არსებითად ბათილობის საფუძველია, კერძოდ მონიშნა გაკეთებული იყო წრის გარეთ და ერთი შემთხვევა იყო, როდესაც მონიშნა გაკეთებული იყო კალმით, მაშინ როდესაც პროცედურულ ნაწილში მითითება არის სპეციალური მარკერით მონიშნასთან დაკავშირებით. მოსამართლე ილონა თოდუას ხელმძღვანელობით კოლეგია სულ რამდენიმე წუთში დაიწყებს დღეისათვის პირველ სხდომას საარჩევნო დავებთან დაკავშირებულს, როგორც გითხარით, ეს შეეხება სამართლიანი არჩევნების სარჩელებს უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. 3 ოლქზე ამ შემთხვევაში საუბარი, გორის, ჩუღურეთის და კრწანისის ოლქების შემთხვევაში და ასევე შუადღეზე ველოდებით დაახლოებით 2 საათში კიდევ ერთი სხდომის დაწყებას ამჯერად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დაობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მადლობა ქეთი. ეს ქეთი ნადიბაიძე იყო.